გამარჯობათ მეგობრებო, მე მქვია ინგა ბლესი, ისევ საახალწლო ბოსტონში ვიმყოფები, აი ესეთი ლამაზი და მორთული ქალაქია ბოსტონი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი კლიპი. You can go. დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ტესტი. კიდევ ერთი ვიდეო ტესტით. ისევ თქვენი საკუთარი თავის და თქვენი ცხოვრების, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ახლობლებისადმი, აი ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. ესე იგი, ამჯერადაც მხოლოდ თქვენი თავი გჭირდება, მეტი არაფერი. ხუჭავთ თვალებს და წარმოიდგინეთ სივრცე. როგორი სივრცე? ეს თქვენზეა დამოკიდებული. პირველი თავში რაც მოგდით, ტყე, ღრე, ზღვა, უდაბნო, სახლი, ოთახი, აბანო, ну აი რა ვიცი, თავში რაც მოგდით, ეს არის პირველი, რაც მოვიდა თავში, ეს არის სწორი. ახლა წარმოიდგინეთ ამ სივრცეში კუბი. კუბი, ხო ესეთი? კუბიკრობიკი ხო ყველა მიცის, აი ესეთი რაღაცა კუბი. რამხელა ეს კუბი? რითი არის გაკეთებული? როგორ არის განლაგებული სივრცეში, ანუ სად დგას ამ თქვენს სივრცეში, ხო? დააფიქსირეთ. შემდეგ წარმოიდგინეთ კიბე. როგორია ეს თქვენი კიბე? რამდენი საფეხური არის ამ კიბეზე? კუბის მიმართ როგორ არის განლაგებული ეს კიბე? დაიმახსოვრეთ. ახლა კი წარმოიდგინეთ ყვავილები. როგორია ეს თქვენი ყვავილები? შეიძლება მიწაზე იზრდება, შეიძლება ქოთანშია, კალათშია, რა ვიცი, მოჭრილია უბრალოდ სადღაც დევს ან რამე ქოთანში დევს. ერთი სიტყვით, აი როგორი ყვავილებიც გინდათ, ისეთი წარმოიდგინეთ. მომდევნო მომენტი, წარმოიდგინეთ ცხენი. როგორია ეს თქვენი ცხენი? კუბის მიმართ სად დგას? ну რაფერია, შეკაზმული არ არის შეკაზმული, სადავით არის უსადავოდ, დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი და ახლა წარმოიდგინეთ, რომ იყო დიდი უზარმაზარი საშინელი ქარიშხალი. აი ამ თქვენ სივრცეში, სადაც ეს ყველაფერი იყო განლაგებული, დიდი ქარიშხალი მოვიდა, დიდი წვიმა, ქარი მოვარდა. რა მოხდა? აი მორჩა ეს ქარიშხალი და რა დარჩა? აი ამ სივრცეში რასაგნები დარჩა, რასაგნები გაქრა, გატყდა რამე არ გატყდა, ერთი სიტყვით, როგორი სურათია ქარიშხლის მერე. ეს ყველაფერი დააფიქსირეთ, დაიმახსოვრეთ და გადავიდეთ ახსნა განმარტებაზე. You can stop it.